კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება კონცერტები ნოემბრამდე თბილისსა და სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში გაიმართება. ერთი წლის წინ ქართული პიანისტის ინიციატივით დაწყებული სერიების მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ამ იდეის გარშემო ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი კონცერტის შემდეგ 24 მაისს მუსიკალური საღამო უკვე თელავში გაიმართება. ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტების სერიის მხარდამჭერი კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი საინტერესო საღამო ელოდებათ. 23 მაისს ქართული კლასიკური მუსიკის სერიების რიგით მეორე კონცერტი გაიმართება. კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები დაიწყო შარშან უფრო ისეთ მოგრძალებულად ჩავატარეთ მასშტაბის მხრივ, მხოლოდ 3 კონცერტი ჩატარდა, თუმცა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. იმდენად დიდი რომ არ ველოდია და ამან ძალიან გამახარა, როგორც ჩანს ქართული მუსიკის სიყვარული ზოგადად არსებობს ქართულ მსმენელში და ამას ემატება ისიც, რომ არაჩვეულებრივი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ ხოლმე ამ კონცერტების სერიაში, ის შემსრულებლები, ვისაც ქართველი მსმენელი ძალიან კარგად იცნობს და ძალიან უყვარს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტები თამარ ლიჩელი და დავით ალადაშვილი, ტენორი თეიმურაზ გუგუშვილი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიედა. პროგრამა სპეციალურად ამ საღამოსთვის შეირჩა. წარმოდგენილი იქნება ვაჟა აზარაშვილისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები. მსმენელს შესაძლებლობა ექნება პირველად მოусმინოს ნინო ჯანჯღავას კომპოზიცია ზღვარი. შესრულდება დიმიტრი არაყიშვილისა და ანდრია ბალანჩივაძის რომანსები, რომელთა საორკესტრო ვერსიები არჩილ გიორგობიანს ეკუთვნის. ჩვენი ორკესტრი ხვალ ამ შესანიშნავ დარბაზში გამართავს კონცერტს თათალი ჩელის ორგანიზებულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ქართველი კლასიკური და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებას, ქართველი სოლისტებით, ორკესტრებით, ანსამბლებით და ასე შემდეგ. სრულიად ქართული პროექტია. ძალიან გვიხარია, რომ მონაწილეობთ კონკრეტულად ამ კონცერტში. ქართული კლასიკური მუსიკის სერიები 24 მაისს თელავში ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში გაგრძელდება. ქართული კლასიკური მუსიკის სერიები 2024 წელს პიანისტ თამარ ლიჩელის ინიციატივით დაფუძნდა. კონცერტები საქართველოს რეგიონებში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები, მომავალ მთავარი გამოშვება.